შვილმა ეს არასდროს არ უნდა დაივიწყო. არასდროს არ უნდა დაივიწყო წინაპრების საფლავი. თუ შენ წინაპრების საფლავი დაგავიწყდება, მაშინ შენ არასდროს ცხოვრებაში არაფერი არ გამოგივა. გამოგივა მაშინ, როცა ადამიანურ შეცდომას არ დაუშვებ. დაუშვებელია ის, რომ შენი წინაპრების, რომელმაც შენი აღზრდისთვის ყველაფერი გააკეთეს, შენ ახლა დისკოტეკაზე გინდა წასვლა და იმაში სასაფლაოზე აღდგომას არ გინდა წასვლა, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და მაშინ შენ არ გაგიმართლებს და მე ვიღაცას მე იცი რა არ გაგიმართლებს, იმიტომ რომ უნდა მიხვიდე, ეს ვალდებული ხარ. ნომერ პირველი არის შენი ადგილი, იქ უნდა მიაკითხო იმას. დანარჩენი პატივისცემა ესა, სინდისი, ნამუსი და ღირსება ეს არის. ჩვენ მთელი ცხოვრება იმიტომ შრომობთ, რომ ეს თქვენ გასწავლოთ და თქვენ ის გააგრძელოთ. მე ეს სინდისი, ნამუსი, ღირსება, პატიოსნება და სწორად ცხოვრება. აი უყურე, ყოველ დღე მე სანთელს ვანთებ, ხო? კაბინეტში რომ ამოვდივარ. აი ესე უნდა იყოს. ხო, ხედავ დღეს რაღაცა კადრი გამოჩნდა, ციხეში რო ვიყავ ისე, მათ ეს დავავალე და 1000 ოჯახში არის ნამყოფი საახალწლოდ და საჩუქრებს უკეთებდა ყველას. აი ეს არის სინდისი, ნამუსი და უნდა უხაროდეს ადამიანს თქვენი ნახვა. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ განათლება მიიღოთ. განათლებაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. ახლა მოდით, ნიცა, შენ როგორც ამათი მაყურებელი, შუაში დაჯექი. დაბრძანდით. მოდით. ჩვენ დათო. ახლა დასვი შენი სტუმრები. მოდის ხო? ახალი წელია ხვალზექ. თქვენ ხარ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. მე თქვენზე უკეთესი ამ წუთას არავინ არ მყავს, ხო? გოგოებიდან. 3 გოგო მყავხარ. ბიჭები კიდე ერთმანეთზე უკეთესები არიან და მათე ჩემი გვარის გამგზელებელია კი იცი თქვენ. მაგრამ ერთჯერ თხოვე იცოდე სალომე მათეს. გელა ბარკალაია როდის გაჩნდება მეთქი რა არისო მამა გელაო ცოტა ძველი სახელიაო და 3 თვე სახში არ მოსულარ და მე მამა გეხუმრეო კაცო გეხუმრეო და ესე მიდის საქმე. ნიცა არის ჩემი შვილი ულამაზესი გოგო და დათო რატო ვარ ბედნიერი. ნიცა აი ხო ხედავ მე რომ სტუდენტებს რო ვეუბნები რომ განათლება აი ნიცა დღეს როგორც ქართული ისე საუბრობს ინგლისურად. სალომეზე ვაფშე საერთოდ არ არის საუბარი. ხო? იმდენი ენა იცის. მარტო სილამაზე კი არ არის, განათლებული უნდა